საგარეჯოში ვიმყოფებით, ისევ თქვენ იცით რომ ჩვენ აქ დაახლოებით 1 თვის წინ ვიყავით. აქ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაგისტრალის მშენებლობაზე, აი კახეთისკენ თუ ყოფილხართ ბოლო პერიოდში შეგხვდებოდათ ახალი მაგისტრალი, რომელიც ამ ადამიანების აშენებულია. და ეს ადამიანები მშრომელები დგანან თვეებია პრობლემის წინაშე, მათ კომპანია, რომელიც აქ ოპერირებს, არაძლევს კუთვნილ ანაზღაურებას. ეს კომპანია არის Macro Construction. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქ მუშაობენ ერთის მხრივ ეთნიკურად ქართველები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები, საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. ასევე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მიგრანტები და მოკლედ აი ეს ადამიანები, რა ვიცი, 200-მდე ადამიანი, შეიძლება ცოტა მეტი, ყველანი არის აი ამ პრობლემის წინაშე. ჩვენ იმედი გქონდა, რომ ჩვენი აი აქ ყოფნის შემდეგ, მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ კომპანია გადადგამდა ნაბიჯებს და აი ამ ადამიანებს დააკმაყოფილებდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ეს ადამიანები ითხოვენ საკუთარი შრომით მოპოვებულის ანაზღაურებას, თვეების დავალიანება კომპანიას გასასტუმრებელი და ჩვენ აქ გვეუბნებიან მშრომელები, რომ ისინი უბრალოდ ვეღარ ახერხებენ ოჯახების გამოკვებას, პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას. მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, აი უთხრათ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რა პრობლემების წინაშე დგახართ, რა ის საკითხები, რომელიც თქვენ გაწუხებთ. პრობლემა ის არის, რომ მე 4 თვე არ ფულ არ აიღებთ, კრედიტი გაქვს, რაღაცები, კრედიტი ყოველდღე დაამადება. ეგ არის პრობლემა რა არის. აქ ფულ დღე ხვალ ეგ არის. სხვარაფერი არ აძლევენ, დღე მოქცემ, ხვალ მოქცემ, ორ დღეს მოვარ შაბათს მოქცემ და არც მოქცევენ. ეგ არის სხვარაფერი. ფულ თხოვ. იცით რა მაინტერესებს, აი რამხელა დავალიანებაზეა ლაპარაკი, რამდენი თვისა? აგე მე 4 თვე არ აიღებთ ხოლმე. მე 5 თვეში გადადივართ მარტში. ეგ არის. და როგორია, ეხლა თქვენი ცხოვრებაც რო გითხრათ, როგორია იმ დროს, როდესაც ესე იგი შემოსავლის garaშე დარჩით, აი ოჯახებში, რა ვიცი, ოჯახებში როგორ იქნება, თუ ოჯახებში ფულ არ მიდრა და ცხოვრება როგორ იქნება მან. ეგ არის. უბრალოდ ოჯახი როგორ მიცხოვრე. და თვითონ აი ეს კომპანიის წარმომადგენლები რას ამბობენ? ჩვენ წინაჯერზე როცა ვიყავით აქ ჩამოსული, ვცადეთ მათთან დალაპარაკება, მაგრამ არ დაგველაპარაკეთ. მოქცემთ. ერთ გრაში მოქცემთ, 10 დღეში მოქცემთ, ეგ არის, სხვარაფერი. უკვე მე 4 თვე გავიდა, ზოგი 2 თვე ასაღები აქვს, ზოგი 3 თვის არის, ზოგი 4 თვის არის, ეგ არის. ზოგი 1 თვის არის. სერვის შოფერი. შოფერები ვარ, სერვისის შოფერი ვარ. ეგ არის, სხვარაფერი. იცით რა მაინტერესებს, აი ვინმე დაუშვათ სახელმწიფოს წარმომადგენელი და ან თქვათ აქ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, აი ვისაც შეუძლია ხო დახმარება კომპანიასთან მისვლა, კითხვების დასმა, ან შრომის ინსპექცია დაუშვათ, ვინმე თუ იყო მოსული, კი იყო, დილასაც იყო, გითხარ რომ მოქცემთ, ფული ჯერ არ წარცხლიო. всё. ფული რო წარცხებენ, მაშინ მოქცემ. ეგ არის. მეგობრებო, რა ვიცი, სხვებმაც გითხარით, მოკლედ თქვენი ამბავი, თქვენი გასაჭირი. აქ ის პრობლემაა, რომ ესე იგი ბევრი აქ ყოფი ადამიანი ქართულად უჭირს საუბარი, ბევრ აქ ყოფ ადამიანს. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩავწეროთ ეს ადამიანები და შემდეგ უკვე втаргнут და მოგიყვეთ. Salam şehir vaxtınız xeyir olsun. Bizim maaşlar verilmiyor. Onlara kadar bir zaman yarışmışıq bura. Bizim pullarımız vermiyor. Biz pulumuzu tələb edirik, haqqımızdır. 3 ayımız qalıb içəridə bizim pulumuzu vermirlər. Ona yığışmışıq. Yəni burada biz Azərbaycan danışırıq. İnşallah yəqin tərcümə eləyərsiniz bunları. Yəni bir millət indi hələ gəlməyənlər də var bura. Biz də yığışmışıq, pulumuzu tələb edirik burada. Yəni 3 aydır maaşımız oradadır. Yəni buna bir baxsın da millət baxsın, cəmaət baxsın, bizim pulumuzu versinlər. O minvalla yığışmışıq burada. Yəni bu qədər də. Bax belə. ხო, მეგობრებო, აი ქართულად თუ შეუძლია ვინმეს კიდე საუბარი, კაი იქნება რა. იცით რა მაინტერესებს, აი ისევ თქვენ კითხავთ ისევ.
ესე იგი ვინ მუშაობს აქ აი შრომელები ჩვენ აი წინაზე გვიყვებოდნენ რომ აქ თქვა იგივე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებიც არიან ხო აი ამაზე გითხარით რომ მეტი ვინა არ ვიცი ვინ არის ხო მოკლედ არ ვიცი აქ თქვენ ხედავთ ადამიანებს რომლის უკანაც ესე იგი ოჯახები დგანან ამ ეს ადამიანები შეიძლება ითქვას რომ დარჩენილი არიან ლუკმაპურის გარეშე ეს ოჯახები დარჩენილი არიან საჭვლის გარეშე იმიტომ რომ კომპანია უარს ამბობს ესე იგი აი ამ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე ჩვენ დავიც კიდე ერთხელ გეტყვით რომ გქონდა იმის იმედი რომ აი ჩვენი აქ ჩამოსვლის შემდეგ როდესაც პირველად ვიყავით აქ დაახლოებით 1 თვის წინ პრობლემა მოგვარდებოდა თუმცა ისევ აქ ვარ და აქ ადამიანები კვლავ საუბრობენ იმაზე რომ რეალურად არსებითად არაფერი არ შეცვლილა და კომპანია კვლავ ესე იგი აი რაღაცა მოტყუებით ცდილობს დროის მოგებას ეუბნება ადამიანებს რომ არ ვიცი დღეს იქნება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება ხელფასი, თუმცა დრო გადის და ეს დავალიანებები კვლავ დასაფარია. კიდე ერთხელ გეტყვით ასევე იმასაც, რომ ესე იგი ჩვენ ვიმყოფებით საგარეჯოში, საგარეჯოს მისადგომებთან და ესე იგი ჩემს უკან არიან ადამიანები, ვინც მუშაობდნენ და ვინც მუშაობენ დღესაც აი ამ კახეთის მაგისტრალის მშენებლობაზე. ჩვენ შევეცდებით, რომ ესე იგი უფრო მეტი მოგიყვეთ აქაურობის შესახებ ჩვენი რეპორტაჟების დახმარებით. სამწუხაროდ ეხა აქ ისეთი სიტუაციაა, რომ ესე იგი აქ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ქართულად ვერ საუბრობს და შევეცდებით, რომ აი ეს ადამიანები ესე იგი ჩავწეროთ და შემდეგ უკვე თარგმნოთ და ასე შემოგთავაზოთ რეპორტაჟები. აი ხა ვხედავთ, რომ კიდე მოდიან ადამიანები და იქნებ ვინმეს შეეძლოს ესე იგი ქართულად საუბარი. კიდე ერთხელ გეტყვით, რომ ესე იგი 200-მდე ადამიანია აქ, რომელიც ითხოვს საკუთარი შრომის ანაზღაურებას. კომპანიას თვეების დავალიანება აქვს გასასტუმრებელი და ესე იგი ყოველდღიურად რაღაცნაირად მოტყუებით ცდილობს აი ამ დავალიანების გადავადებას და ამ დროს მშრომელები და მათ უკან მდგომი ოჯახები რეალურად ძალიან ძიმე პირობებში არიან. ხო არ გვეტყვი შენ კიდე ერთხელ წინაზე ვისაუბრეთ. კიდე გითხარი რა ვიცი რა ხდება აქ რა სიტუაციაა. აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ჩემი ძმა ეს 4 თვე არის. 4 aydır biz işləyirik. Bizim problemlərimizi sizə çağırdıq ki, bizim problemlərimizi həll edəsiniz. Dərdimizə şərik olasınız. Kreditimiz var, borclarımız var. Bizə bu gün sabah alınmır belə. Biz istəyirik ki, bizim pulumuzu versinlər. Dərdimiz bura gəlmişik soyuqda, sabah gəlirik 6-da, axşam gedirik 8-də evimizə. İstəyirik ki, biz ən azından bizim pulumuzu versin. Ən azından 3 ayımızı versin. Bu gün sabah. Bu pul hər ay işlənilir. Burada ən azı 200 maşın işlənilir. 200 kamaz işləyir. Ən azı bir 50 traktor işləyir. Bu boyda hesablar gedir. Bu boyda torpaq qazıntıları var. Hamısı bütün puldur. Beton işlərdir, körpülərdir, hamısı bütün pullardır. Bu boyda pul hara gedir? İşlədiyi pullar hara gedir millətin? Yəni alırlar pulu, alıb yeyirlər, sonra zahməti pulu vermirlər. Ən azından bizim pulumuzu versinlər, bizim qardaş. Ən azı 3 ayımız, 4 ayımızı versinlər. Biz ona görə sizi çağırmışıq, sizdən kömək istəyirik. Biz şoferik, servis şoferləriyik. Sizdən kömək istəyirik, ən azından ona görə sizi çağırdıq ki, bizə dəstək olasınız. Adloba. ხო, რა ვიცი, მეგობრებო, კიდე თუ გაქვთ სურვილი საუბრის, პირდაპირ ეთერში ვარ და მოგისმენთ ცხადია.
კარგით მეგობრებო, რა ვიცი, დაგემშვიდობებით ნელ-ნელა, კიდე ერთხელ გეტყვით აქაური სიტუაციის შესახებ, აქ მშრომელი ადამიანები ითხოვენ საკუთარი შრომის ანაზღაურებას, კომპანია, რომელიც აი აქ ოპერირებს, ეს არის Macro Construction-ი, უარს ამბობს თვეების, დავალიანების ანაზღაურებას. გემშვიდობებით, პირდაპირ ეთერში ვიყავით საგარეჯოდან.